მოგესალმებით დღეს ხუთშაბათია და კვლავ ტრადიციულად ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთადოლიძე გახლავართ და ამჯერად ვსაუბრობთ ბოლო პერიოდის დაკავებებზე, როგორც მოგეხსენებათ უკვე 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული და ამასთან დაკავშირებით დღეს ვსაუბრობთ კოალიცია ცვლილებებისთვის გურიის რეგიონულ ლიდერთან თორნიკე გოგუაძესთან ერთად. თორნიკე, მოგესალმები, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ეთერში ხარ. მოგესალმებით ხალხთან. პირველი კითხვა ცხადია ეს იქნება ბოლო პერიოდის დაკავებები უკვე 6 ლიდერი არის დაკავებული და სავარაუდოდ მათ როგორც დაანონსებული არის შესაძლოა ან ბრალი დაუმძიმდეთ ან ვიხილოთ კიდევ მორიგი დაკავებები. რას ემსახურება ყველაფერი კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ ამჯერად უკვე თქვენ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით ხალხთან, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა ვთქვა რომ ეს დაკავებები, რომლებიც არამარტო პოლიტიკოსების, არამედ სამოქალაქო აქტივისტებისაც მათ შორის ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს. შიშის დათესვას. მათ უნდათ რომ შეაშინონ ადამიანები, დააშინონ მათი ოჯახის წევრები, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობა. მათი ეს ქმედება მახსენებს კრაზანას, რომელიც ზამთრის პერიოდში, როდესაც მათი დაძინების ან გარდაცვალების პერიოდი მოდის, უფრო შხამიანად და მწარედ იქმინებიან და მინდა უთხრა ქართულ ოცნებას, რომ მათი ეს ქმედება გამოიწვევს იმას, რომ ისინი მალე დაიძინებენ და წავლენ ჩვენი ცხოვრებიდან, ესე ვთქვა. გასაგებია, თუნდაც ამ მეტაფორას რომ გავყვეთ ახლა რასაც გულისხმობთ, რა გეგმები გაქვთ ზოგადად პარტიაშიც და საერთოდაც აი ოპოზიციურ ფლანგზე, თუნდაც ამ მიმართულებით მიდის კონსულტაციები რაღაცა თვალსაზრისით, გაერთიანებაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, როგორც არჩევნებისთვის, ისე არა არჩევნებისთვის ზოგადად საპროტესტო პროცესში. მაგრამ აი ამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რამდენად დააჩქარა მაგალითად თქვენი გეგმები ან რამდენად შეცვალა თქვენი გეგმები, ანუ რას მოისმენს დაუშვათ მაყურებელი და თქვენი ამომრჩეველი თქვენგან ოპოზიციისგან აი ამ კონტექსტში, რაშიც დღეს ვიმყოფებით? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეიცვალა ჩვენი გეგმები გარკვეული დოზით. მოკლედ რო გითხრათ რაღაც თეზისების სახით, ალბათ ძირითადად ჩვენი გეგმები არის პირველ რიგში ის, რომ ვაპროტესტებთ, ესე უпростоრად ვაფართოვებთ საპროტესტო აქტივობებს. მზარდი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ეხლა რასაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ახდენს ჩვენს ამომრჩევლებთან და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მათთვის ეგრეთ წოდებულ ჩარჩოში არიან და მათი მხარდამჭერებად მოიაზრებიან, მიუხედავად ამ ყველაფრისა, პროტესტის მასშტაბები კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ მუშაობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ამაზე საუბარი მიდის ჩვენს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, აქტიურად რო აგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისთვის რომ საგარეო წნეხი კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს რომ მუშაობს ამის შედეგი სახეზია, ბევრი უღირსი პიროვნება არის დასამცირებული. გარდა ამისა, დამატებით ამ ბოლო შეხვედრისას ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ უფრო აქტიური კამპანია ვაწარმოოთ რეჟიმის პროპაგანდის წინააღმდეგ, რომ მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს რეგიონებში მაგალითად? მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს იმ მოქალაქეებთან, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დარწმუნდა ცვლილებების და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის აუცილებლობაში. ასევე მინდა რომ შევეხოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც, რომელიც 4 ოქტომბრისთვის არის დანიშნული და რომელთან დაკავშირებითაც ზოგადად საზოგადოება ისმის ძალიან ბევრ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს ოპოზიციური ფლანგის მხრიდან. თქვენგან იყო დაანონსებული ძალიან ცალსახად, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებთ, მიზეზებიც ვიცით ცხადია, თუმცა არ იყო ეს ყველაფერი ბოლომდე გარკვეული სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მას შემდეგ, რაც დაუშვათ გახარი არ იმყოფება საქართველოში, ლელოს ლიდერები არიან დაკავებულები. რას ფიქრობთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ არის მოსაზრებებიც, რომ დაუშვათ ყველანი ერთად გავერთიანდეთ და აი ეს ცნობილი ფრაზა გამოვგლიჯოთ თბილისის კონტექსტში გეუბნებით, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ, რომ რამდენიმე დიდი ქალაქი დავიბრუნოთ, თუ ასეთი არის ხანდახან ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მოსაზრება და ამ მიმართულებით თქვენი პოზიციების მხრივ არჩევნებთან დაკავშირებით რამე ხო არ შეცვლილა ან რა გეგმა გაქვთ?
ანუ ჩვენი კოალიცია როგორც ესეთი ყოველთვის იყო კოორდინაციის, თანამშრომლობის და ერთიანი მოქმედების მხარდამჭერი. ეს ხდებოდა როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდშიც. ამ შესაბამისად ჩვენ ნებისმიერი სახის ერთობის და კოორდინაციის მომხრე ვართ, მაგრამ ეს არ ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში ჩვენ ამ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობთ. ერთ კითხვასაც დაგისვამთ, როგორ ფიქრობთ მაშინ რა მოძრავებთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმჯობესი არის გაერთიანებული ძალით კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციამ ბედი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? ვფიქრობ, რომ შეცდომაში არიან შესულები, არ მინდა რომ სხვანაირად ვიფიქრე. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ამ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებში, როდესაც თუნდაც მაქსიმალური შედეგები დადო და ამ დროს დაწერონ ის, რაც უნდათ, ვფიქრობ, რომ არჩევნებში შესვლა ძალიან არაფრის მომცემი. და წამგებიანი პოზიცია ალბათ კიდევ უფრო ასე ფიქრობთ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა დროის გამოყოფისთვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით თორნიკე გოგუაძესთან ერთად, ის გახლავთ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი გურიის რეგიონში. მე კი მომავალ ხუთშაბათს დაგიბრუნდებით, კარგად ბრძანდებოდეთ.